საკმაოდ საინტერესო ფაქტებზე და დეტალებზე ისაუბრა 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთმა მთავარმა ოქროს მოწმემ ანი გელოშვილმა. ის არის გოგონა, რომელიც გურამ დადიანიძის უახლოესი მეგობარი იყო, ის მასთან ერთად იყო მოსალოცრა დასული ლომისის ფერზე და მან დეტალურად გაიხსენა ჩვენთან საუბარში ის ფაქტები და მოვლენები, რომელიც განვითარდა 12 წლის წინ, მათ შორის ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც მისი თქმით და გაუჩინარებიდან რამდენიმე წუთში დაიწყეს საპოლიციო ძალებმა. პირველ რიგში ჩვენ აუცილებლად უნდა ვუამბოთ საზოგადოებას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მისი პოზიცია ანი გელოშვილის სურვილი იყო ის, რომ ეპასუხა საზოგადოებაში გაჩენილი კითხვებისთვის, ის რომ თითქოს შემთხვევის ადგილზე მიატოვეს 17 წლის გაუჩინარებული ახალგაზრდა მეგობრებმა და ერთ-ერთმა თანხმლებმა უფროსმა პირმა, ამ შემთხვევაში საუბარია კახა გელოშვილზე, მის მამაზე. ანი გელოშვილი ამტკიცებს, რომ როდესაც მათ შეიტყვეს, რომ გურამ დადიანიძე მათთან ერთად აღარ მოდიოდა ლომისის ფერდიდან, აღარ ჩამოდიოდა, 5 წუთში დაიწყო სამძებრო ოპერაცია, 5 წუთში განახორციელეს ზარი 112-ში მისმა მეგობრებმა, უშუალოდ მან და ამის შემდგომ უკვე ადგილზე გაჩნდნენ მაშველები, მათ შორის გურამ დადიანიძეს მთელი ღამის განმავლობაში და ამის შემდეგ 3 თვის განმავლობაში ეძებდნენ, მათ შორის ადგილობრივებიც. შემოწმდა ყველა ფერდი და ყველა ის ტერიტორია, რომელიც მაშინ იყო საეჭვო, სადაც არსებობდა ეჭვი იმის შესახებ, რომ შესაძლოა გურამ დადიანიძე გადავარდნილიყო მაგალითად ფერდიდან. როგორც თავად ანი გელოშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, საგამოძიებო მოქმედებები არ შეწყვეტილა არც ერთ ეტაპზე, ის რამდენჯერმე გამოიკითხა ამ საქმის ფარგლებში, სხვადასხვა პოლიციის განყოფილებაში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა განყოფილება იძიებდა მისი თქმით ამ საქმეს და არსებობს არაერთი მისი და მისი მეგობრების ჩვენება ამ საქმეში. ბუნებრივია ჩვენ პირველ რიგში მას დაუსვით შეკითხვა, რა ვერსიაზე მუშაობდა თავდაპირველად გამოძიება, რა კითხვები ჰქონდათ ოქროს მოწმეებთან, როგორც ანი გელოშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, გამოძიება დაიწყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, თუმცა ეს ინფორმაცია მათ არ მიუწვდიათ საპოლიციო ძალებისთვის, გამოძიებლებისთვის, თითქოს გურამ დადიანიძე ვინმე გაიტაცა, თუმცა პირველივე წუთიდან ყველა მოწმე, რომელმაც მისცა ჩვენება, კატეგორიულად უარყოფდა და გამორიცხავდა მკვლელობის ვერსიას. ისიც როა ის რომ სამძებრო სამუშაოები შეწყდა 4 დღის შემდეგ. პირადად ჩვენ მთელი გურიკას სამეგობრო, არა მარტო სანათესაო ყველანი ერთი თვის განმავლობაში სამძებრო სამუშაოებს ვატარებდით სხვადასხვა ეკიპაჟებთან ერთად. ეს იყო სამაშველო ეკიპაჟი, საპატრულო ეკიპაჟი, ჩვენ ისინი გვეხმარებოდნენ, ჩვენ მათ ვეხმარებოდით და ყველანი ერთობლივი ძალებით ვცდილობდით ჩვენი მეგობრის მოძებნას პირველივე წუთიდან. ამას ხაზგასმით ვიტყვი და ამას ადასტურებს კიდევაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადება, რომელშიც ხაზგასმით არის იქ ნაჩვენები, რომ ჩვენ საპატრულო და სამაშველო ეკიპაჟებს მაშინვე შევატყობინეთ ჩვენი მეგობრის დაკარგვასთან დაკავშირებით. პირდაპირ გეტყვით, მხოლოდ ჩემი დაკითხვის ფურცელი აღემატება 10-ს. და თქვენ წარმოვიდგინეთ ახლა 16 მოწმე რომ იკითხება. რა ვერსიაზე მუშაობდა თავიდან გამოძიება? თქვენთვის თუ არა ეს რომელი რა კითხვები ჰქონდათ? თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით არის დაწყებული გამოძიება თავდაპირველად. ანუ ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა გურიკა ვინმეს გაეტაცებინა, ეს ინფორმაცია საიდან გაჩნდა საქმეში, საიდან გაუჩნდა გამოძიებას? არც კი მიფიქრია ამ ვერსიაზე, სიმართლე რომ გითხრათ. აი თქვენ რა ვერსიაზე გიფიქრიათ თავიდან მაშინ ამას გითხავთ? აი მაგალითად ისიც საეჭვო გურიკამ რატო დატოვა სახში მობილური ტელეფონი? კი ბატონო და გინდება კიდეც რომ არანაირი კარტა არ ყოფილა მისი გადამწვარი. ხანუ არ ვიცი. თავად თქვა ეს მოტივი რომ დაეწვა ნომერი და ამიტომ დატოვა. ეს უთხრა დედას რომ კარტა იყო გადამწვარი. თუმცა რეალობა თურმე სხვა. რამდენიმე დღით ადრე დედასთან ისაუბრა. კი ბატონო, მაგრამ ნახეთ აქ კიდევ ერთი ძალიან საეჭვო გარემოება ლომისაზე წასვლა და იგეგმა იმ დღეს. და ჩვენ არავინ არ ვიცოდით, კი ბატონო, და ჩვენ არავინ არ ვიცოდით თუნდაც წინა დღეს რომ ხვალ წავიდოდით ლომისაზე. აი ეს მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ გავიგე ქალბატონი სოფოს მხრიდან, რომ გურიკამ წინა დღით შეატყობინა ლომისაზე წასვლასთან დაკავშირებით ძალიან დიდი კითხვის ნიშანი გამიჩნდა, რანაირად თუ კი ჩვენ იმ დღეს დავიგეგმეთ.
დიახ, გურამ დაადიანიძის მობილური ტელეფონი. ეს არის კიდევ ერთი ახალი გარემოება, რომელზეც ისაუბრა დღეს TV პირველის ეთერში. საქმის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ოქროს მოწმემ ანი გელაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ გურამ დაადიანიძეს, როდესაც ის მეგობრებთან ერთად ომისაზე მოსალოდაც წავიდა, მას არ ჰქონდა თან მობილური ტელეფონი. მოტივი, როგორც თავად გურამ დაადიანიძემ დედას წასვლამდე რამდენიმე საათით ადრე აუხსნა, იყო ის, რომ მას დაეწვა ნომერი. ეს გარემოება მეგობრებს აჩენს განცდას და ეჭვის ვარაუდს იმისას, რომ გურამ დაადიანიძეს თავიდანვე ჰქონდა განზრახული ის, რომ საკომუნიკაციო საშუალება მას თან არ ჰქონოდა. რატომ? ეს უცნობია, ეს ინფორმაცია აქვს გამოძიებასაც, თუმცა ამ დრომდე ჯერჯერობით რას მიაკვლია საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოძიებამ უცნობია. თვითონაც ძალიან დიდ გაურკვევლობაში ვართ. ჩვენთვისაც ძალიან დიდი ბურუსით არის ეს ამბავი მოცული, რომ როგორ შეიძლება ადამიანი აორთ კლდეს, სადაც არანაირი კვალი, მით უმეტეს რომ მაშინვე ერთვებიან სამზებრო სამუშაოებში არაერთი სხვადასხვა სტრუქტურა, მოსახლეობა, რომელმაც ყველა ქვა იცის, სად არის. ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს, ხო? ტოვებასთან აჩხუბარი იყო. არავისთან ჩვენ გულისხმობ არავისთან საერთოდ. ჩვენ ყველობის ვერსიას გამორიცხავთ. ცალსახად ეს მხოლოდ თქვენ გარემოსვაში, აი თქვა სხვასთან მოუხდაპირისპირება. ჩვენს თვალწინ იქ არანაირი კამათი არ მომხდარა. შესაბამისად, ეს ვერსია ჩემი მხრიდან იქნება გამორიცხული 100%-ით. აი რაც შეეხება წერანას კითხეთ, მაგალითად გურიკას მხრიდან რამდენად გამორიცხავთ იმ საქციელს, რომ ის შესაძლოა ოჯახის წევრებს ემალებოდეს ამ დღემდე. იცით, ამაზე ალბათ ოჯახის წევრები უფრო ამომწურავად გაქცევენ პასუხს. იყო კი იქ რაიმე ისეთი მდგომარეობა, რასაც შეიძლებოდა გაქცეოდა გურიკა. მე ამაზე პასუხი არ მაქვს. საინტერესო იქნება. მამის პოზიცია თუა თქვენთვის ცნობილი? მამას ძალიან ვეცოდებოდით მთელი ეს დღეები, ჩვენთან ერთად როცა იქ დადიოდა და მე ჩავწეროთ. კიდევ ერთი საეჭვო გარემოება, რომელიც ამ საქმეში გაჩნდა და უამრავი კითხვის ნიშანი გააჩინა, უამრავი დებათა ხელვა მოყვა, მათ შორის საზოგადოების მხრიდანაც იმ გავრცელებულმა ვიდეო კადრებმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში. აქ საუბარია 12 წლის წინ გადაღებულ ვიდეოზე, რომელიც YouTube არხზე იყო განთავსებული და სადაც როგორც ამ საქმის დაზარალებული მხარის ერთ-ერთი ადვოკატი ამტკიცებდა, ისმის დედის მტკიცებით ისმის გურამ დაადიანიძის ხმა, რომელიც ითხოვს შველას. ვიდეო მასალა კატეგორიულად გამორიცხა მათთან კავშირში და შემხებლობაში, ყოველ შემთხვევაში ამ საქმესთან, გურამ დაადიანიძის გაუჩინარების საქმესთან ანი გელაშვილმა ამ საქმის ოქროს მოწმემ თქვა, რომ ეს ვიდეო მასალა არ არის შემხებლობაში და კავშირში მათი იმ პერიოდში ყოფნას ლომისის ფერზე, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ღამით ავიდნენ მოსალოცად ლომისის ტაძარში და შესაბამისად უკან ბრუნდებოდნენ გამთენიას დაახლოებით ღამის 4 საათისთვის. შესაბამისად ეს ვიდეო კადრები ვერ იქნება რელევანტური ამ საქმეში და დასადგენია არის თუ არა ის გურამ დაადიანიძის ხმა. კიდევ ერთი ვერსია, რომელზეც უამრავი საუბარია, ასევე არის კიდევ ერთი ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გურამ დაადიანიძე არის ცოცხალი, ის არის სავარაუდოდ მონასტერში, ეს ეჭვები აქვთ მათ შორის მასთან ერთად მყოფ იმ პირებსაც, რომლებიც დღეს გამოძიების ოქროს მოწმეები არიან, მათ შორის ანი გელაშვილიც. როგორც ახლა არის ხალხი ჩართული და ყველა დეტალს, ყველა ვიღაცის ფოტოებს აკვირდება და ითხოვენ, რომ ვიდეო მასალა, ფოტო მასალა ასე ვიყავით ჩვენ 12 წლის წინაც. ეს ვიდეო მასალა ჩვენ ნანახი გვაქვს. ეჭვიც კი არ შეგვიტანია, რომ ამას ჩვენთან რაიმე სახის კავშირი შეიძლება ჰქონოდა. საერთოდ არ შეესაბამება ვიდეოში არსებული ხმა გურიკას ხმას. დედა არის ძალიან ტრამვირებული და დედა მის შვილს ეძებს ყველა ადამიანში და ყველა ხმა შეიძლება მიამსგავსოს და მე სავსებით მესმის მისი. მხოლოდ ვიდეოს ავთენტურობა ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ხმის ავთენტურობა. არის თუ არა გურიკას ხმა. თვითონ ვიდეოს გადამღები ამბობს, რომ არანაირი კავშირი არ აქვს გურიკა დაადიანიძესთან, არანაირად არ ფლობდა ინფორმაციას ამ ამბავთან დაკავშირებით და იქ რომ ვინმეს რაიმე და ზოგადად რომ თქვა, აი ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, იქ რომ ვინმეს რაიმე სახის შველას ჭირდებოდეს ვიდეოში იქ მყოფი პირები და არაერთი ათეულობით ადამიანი ჩანს, რომელთაგან ერთ-ერთიც კი არ ვართ ჩვენ. საერთოდ არ ვართ იმ ვიდეოში ჩვენ, აუცილებლად რაღაცა სახის რეაქცია უნდა ჰქონოდათ.
ეს ლოგიკურია, ხო? ამიტომ დანარჩენი მივანდოთ ექსპერტებს, არასოდეს არ დავკარგავ, რომ ის არის ცოცხალი. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე პირველად მიწევს მე ასე პირდაპირ ეთერში ყურება და ვინიც ის იქნებ მიყურებდეს კიდეც და ძალიან მინდა რომ დაგვიბრუნდეს. მას სურდა მონასტერში წასვლა. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავუშვებდით, რომ ეს ვერსიაც გამოგვერიცხა და პირველივე თვეს ხაზგასმით ვამბობ. ხაზგასმით ამას ვერ ვიტყვი, მე რომ ეს ვიცოდე და ზუსტებით ერთ-ერთ ვერსიად შეიძლება განვიხილოთ. საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშანს გაეცა პასუხი ანიგელაშვილის მონაყოლიდან, რომელიც როგორც მან გადაწყვიტა, მაღალი საზოგადოებრივ ინტერესთან გამომდინარე, პირველის ეთერით გაეჟღერებინა, ეთერის მეშვეობით და საინტერესოა ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოძიება დაინტერესდება თუ არა ყველა ამ გარებოებით, რომელიც დაასახელა ამ საქმის ერთ-ერთმა მთავარმა ოქროს მოწმემ. გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ლეთაში გრძელდება დღეს მესამე დღის განმავლობაში. სპეციალური დანაყოფების შიდა გასაქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ცდილობენ სპეციალური სკანერის მეშვეობით ტერიტორიის დათვალიერებას და ერთადერთი ვერსია, რაც ამ დროისთვის არის კატეგორიულად გამორიცხული, ეს არის მეწყერი და მეწყერში მოყოლილი 17 წლის ახალგაზრდა. ეს ვერსია შიდა გასაქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დათვალიერების შედეგად